ზესტაფონი ქუთაისის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. წინასწარი ცნობებით ავტობუსში მყოფი მგზავრები ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. დაშავებულია სამგზავრო ავტობუსში მყოფი 14 ადამიანი. ისინი ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში ფერომედსა და ჯეო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ფერომედის ინფორმაციით კლინიკაში 6 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ჩვენთან პირველ რიგში მოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია იდაყვის აღსარში. შევიყვანეთ სასწრაფოდ საოპერაციოში, იმიტომ რომ აქ აღარ შეიძლებოდა მოცდა სისხლის დიდი რაოდენობით დანაკარგის გამო. ოპერაცია ჩატარდა წარმატებით და ავადმყოფი გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენი 5 ავადმყოფიდან ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს აქვს წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაშეშილობებით. ბიზნეს შესახებ ბანერით გამოკითხვის ჩატარებისთვის თბილისში საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს. მის მიმართ სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ პოლიციამ კიდევ 9 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულებს შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში. დაკავებულები არიან თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღლოშვილი. ისინი რეგიონების სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილი და სასამართლო პროცესების ჩანიშნასელოდებიან. აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ადამიანები გუშინ დაახლოებით 10-მდე პირი შეიძლება მეტიც იყოს დააკავეს მხოლოდ და მხოლოდ ბანერის დაკავების გამო. ან ბანერი ეჭირათ ადამიანებს ხელში, ასე გამოხატავდნენ მათ გარკვეულ პროტესტს და თქვა დამოკიდებულებას და ამის გამო მოხდა მათი ყველას დაკავება. რაც შეეხება თავად მამაგეიშვილის ქმედებას, ყოველად ანუ ასე ვთქვათ სამართლებრივად შეუსაბამოა მისი ქმედება და ყოველგვარი საჭიროებების გარეშე მოხდა მისი მხრიდან განხორციელებული ძალადობა ერთ-ერთ იქ მყოფ ადამიანზე. ვინაიდან იმ ადამიანს ბანერიც კი არ ეჭირა. ქალბატონი ნატო ბოლქვაძე იყო აქციაზე მხოლოდ და მხოლოდ ბანერით, ეკავა ბანერი და არც ერთი საკანონმდებლო ნორმა და კანონის არც ერთი მუხლი არ კრძალავს ბანერზე არსებული წარწერით, იქნება ეს მტკიცებით ფორმაში თუ კითხვით ფორმაში, არც ერთი მათგანი არ კრძალავს აი ამ პროტესტის გამოხატვის ფორმას. გუში რუსთაველის გამზირზე მოხდა 10 პირის დაკავება, მათ ხელში ეჭირათ ბანერები და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მომხდარი იყო დაკავება და რა თქმა უნდა ეს არის მორიგი რეპრესიების ნათელი მაგალითი. 10 პირიდან 4 არის ქალი და მათ შორის 3 არის მოძრაობა პროტესტის წევრი. 4-ვე მათგანი გადაყვანილია გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში. წუხელივე მოხდა მათთან ადვოკატის შესვლა. ყველა მათგანი თავს გრძნობს მხნეთ და არის ბრძოლის განწყობაზე. სხვა პირები არიან ასევე გადანაწილებული დუშეთისა და საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ველოდებით სასამართლოს ხდომების ჩანიშვნა. საქართველოში ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ეს მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეების ხმა არის მიუღებელი, ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანებს აგავებენ უმიზეზოდ და მერე ამას აფორმებენ დაუმორჩილებლობით თუ წვრილმანი ხულუგნობით და საბოლოო ჯამში სასამართლომაც ამას ამტკიცებს. საქართველოს უკლებელყოფს კონვენციის სტანდარტებს, მოთხოვნებს და ყველანაირი სამართლებრივი მიდგომას და საფუძვლებს და მაინც ბანერები აქტივისტები დაკავების დროს ძალადობაში ადანაშაულებენ პოლიციის მაღალჩინოსანს. ახალგაზრდების თქმით, ეს იყო დავით მამაგეიშვილი, რომელიც გასცემდა გუშინ მათი დაკავების ბრძანებებს. მობრუნდა პოლიციელი და ჩემს უკან გოგო იყო, იმას წოდა თმაში ხელით, რაც მე დავინახე ძალიან კარგად, ეს იყო ძალადობა და მიცდილობდა რომ გაეთრია მანქანისკენ, რის საშუალებად ჩვენ არ მივეცით და საბოლოოდ მოუწია ხელის გაშვება. ვინ იყო ეს პოლიციელი? ეს იყო, როგორც მე მითხრეს, მამაგეიშვილი დავითი, თუ არ ვცდები მის სახელი და გვარი.
და ანუ რა პოლიციის უფროსია როგორც იცი ერთ-ერთი მაღალ ჩინოსანი. რუსეთს მახსენებს, რაც კადრები ვნახე, როცა იყო რუსეთში შეტაკებები ოპოზიციური მხარის და პოლიციის შორის, ზუსტად აი ესეთი კადრები იყო, სადაც ქალებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს მათ შორის ესე მიადრევდა პოლიცია. გუშინ მამაგეიშვილმა ჩემს ერთ მეგობარ სტუდენტს, რომელიც არაფერში იყო და არ იყო არც ბანერი ჭირდა, არაფერს არ აკეთებდა, მივარდა უცბად და სილა გააცდა საკმაოდ დიდი ძალი და ამ დროს ჩაიყვანა კორდონში და დააკავეს ადამიანი. ამის აერთში ამსახოლი კადრი არსებობდა, ასევე დააკავეს გოგოები და ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ გოგონას, რომელსაც ზედ შეაჯნა წიხლებით გაუსწორდნენ ამ კალბატონის ადამიანები მივიდნენ სოლიარობის გამოცხადებისთვის, როდესაც თონიკა ჩხვა დააკავეს იგივე ადგილას. და გადაიღეს ფოტოები, უბრძანეთ ალბათ ავიანთ უფროსებს, მან შეაფასა იყო თუ არა ბიზნესმენიშვილი ის რაც მან დაეწერა და ამ დროს გაიცა ბრძანება რომ დაეკავებინათ ეს მოქალაქეები. არც ერთი დემონსტრანტის მხრიდან არ ყოფილა ძალადობრივი ქმედება განხორციელებული, რაც პოლიციელებს მისცემდათ იმის საშუალებას, რომ მსგავსად დაეკავებინათ პირები, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ იმ კადრებში, რომლებსაც ვნახულობთ, რომ პოლიციელი ერთ პირს მათ შორის ერთ-ერთ დემონსტრანტს სახეში ხელს გაარტყავს, რომელიც რა თქმა უნდა უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას. პოლიციელების მხრიდან მსგავსი ჩარევით პირების დაკავება და შეკრებისა და თავისუფლების უფლებაში ჩარევა ნიშნავს იმას, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი. ყველა დემონსტრანტი უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და ისინი ამ მომენტამდე არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე. ამის შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი იქნება, ორგანიზაციები, მათ შორის ჩვენც ადგილობრივ წარმოების დროს გავუწევთ ადვოკატირება. MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა. ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული მოძრაობა დაფუძნდა იმისთვის, რომ ქართული ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები დაიცვან. ქართველიშვილის განმარტებით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ. გვინდა საზოგადოებას უთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ კი ჩვენ კულტურისა, ეროვნული იდენტობისა და დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ. მიგვაჩნია, რომ არა მხოლოდ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებენ, არამედ მათ, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად ხედან და ხალისობენ, ქართულ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ. ამავდროულად მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუ კი დააფიქსირებენ კაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ პასუხს. იურისტები გიორგი ქართველიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებენ როგორც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულს. ეხლა ამ წუთას უნდა იკითხებოდეს ეს ადამიანი საგამოძიებო ორგანოებში და მეტი ალბათობით უნდა დარჩეს კიდეც საგამოძიებო ორგანოებში დიდი ხნით, იმიტომ რომ ორი სისხლის სამართლის მუხლის გარემოებები გამოიყოთ. ერთი რაც აშკარა არის, ეს არის მუხარა, მეორე უკვე სერიოზული მუხლი არის, რომელიც 12 წლამდე პატირობას ითვალისწინებს, ეს არის უკანონო ფორმირების შექმნა. რაც არ უნდა კეთილშობილური იყოს მიზანი, არ შეიძლება კეთილშობილური მიზნებისთვისაც კი რაღაც უკანონო ფორმირებების შექმნა და უნივერსიტეტებში როცა იურიდიულ ფაკულტეტზე ამას ასწავლიან, მოყავთ ძალიან კარგი მაგალითი, ეს არის მხედრიანი, რომელიც თავზეზე შექმნა კეთილშობილური მიზნები და ბოლოს გვახსოვს როგორც დამთავრდა. მათ არავინ არ ეკითხებათ საერთოდ რა არის სწორი და არასწორი. არა აქვს მათ არანაირი კვალიფიკაცია პრინციპში გამოჩნდა კიდეც პრესკონფერენციის დროს და მის შემდეგაც რომ მაინც და მაინც არ არის ის ხალხი რომელსაც ტრადიციების დაცვა შეუძლათ, იმიტომ რომ წარმოადგენენ არ აქვს ზოგადად ქართულ ტრადიციებს. აფუძნება მსგავსი მიზნით და ორგანიზება და მასში წევრობა უკვე განეკუთვნება სამართლებრივ დანაშაულს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობს კონსტიტუციურ ჩარჩოში, კანონმდებლობის ლოგიკით და ეს მსგავსი ინიციატივაც რა კი ჩნდება და რა
ვერა კი ეს ადამიანები აძლევენ საკუთარ თაობს ამის უფლებას, რომ მსგავსი მიზნებით გამოვიდნენ. ამის კიდევ ერთი დასტური არის და მათ აქვს აბსოლუტური მოლოდინი, რწმენა იმისა, რომ თუნდაც ღიად გააზრება იმისა, რომ ის არ არიან კანონის ფარგლებიდან გადიან, ხო, ამის მიუხედავად მაინც არ არსებობს მსგავს ინიციატივას. ორგანიზაციის შექმნას ეხმიანებიან პოლიტიკურ სპექტრში. ის რაც ახლა დაანონსდა, ალბათ ბუნებრივი რეაქცია იყო საზოგადოების დიდი ნაწილის, როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ დაიცავენ ადამიანები საკუთარ ღირსებას. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ასე ვთქვათ, ანგარიშწორება არ არის ფორმა, რომელიც მისაღებია. თუმცა, ამავდროულად არც ერთი ასეთი მავნებლური და შეურაცხყოფელი გამონათქვამი არ უნდა იყოს უპასუხო დარჩენილი. საჯაროდ აქვთ დაანონსებული ამ მოძრაობას, რომ ყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხება. კანონმდებლობის ფარგლებში თუ კი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რა თქმა უნდა. თუ ეგრე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ასე შემდგომ არსებობს რეაგირებები, მაგრამ ის რომ დღეს ზოგადად არის ქართული იდენტობა დასაცავი, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. ხას უსვამ კანონმდებლობის ფარგლებში. და მე დარწმუნებული ვარ იმ ხალხმა თუ იმდენი მოიფიქრა და შეეძლო რომ რაღაც კანონმდებლობის საფუძველზე აყალიბებს ორგანიზაციას, იმდენსაც მოახერხებს რომ ასევე კანონმდებლობის ფარგლებში დაიცვას ქართული იდენტობა. ყველას აქვს უფლება, რომ გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა, ნაცჟურნალისტებს და ნაცმედიას ეს მოეწონება თუ არ მოეწონებათ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ კარგია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება და ხმას იმაღლებს მიზანმიმართულ დაორგანიზებულ შეტევას ქვეყნის კულტურაზე, ქვეყნის წარსულზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომელიც საქართველოს აქცევს, ქართველს ქართველად აქცევს, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეები ადამიანები, რომელსაც ეს ყველაფერი გონია სიტყვის თავისუფლება, ისეთივე მორალური დამნაშავეები არიან, როგორც ის პირები, რომლებიც ამ ყველაფერს ჩადიან. პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქისა და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. განცხადება ამ თემაზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ბექა კვიციანმა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გამოძიების ინფორმაციით, ფულის გათეთრების მიზნით რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებითა და ფიქტიური დანაშაულებების მითითებით პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაფუთებელი წარმომავლობის სხვადასხვა ვალუტა. საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქის და 5 იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დანაშაულები სხვადასხვა ქვეყანაში ჩაიდინეს და უკანონო შემოსავლის გასათეთრებლად აქტივები საქართველოში გადმოიტანეს. ფულის გადათრების მიზნით რეალური სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე ბრალდებულებმა საქართველოში დააფუძნეს საწარმოები და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით და ფიქტიური დანიშნულებების მითითებით პირადი და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე უცხოეთიდან დანაწევრებით გადმორიცხეს უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის 21.500.000 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა. ასევე ფულის გადათრების მიზნით მათ ქართულ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხების მცირე ნაწილი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით გადარიცხეს საზღვარგარეთ სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე. ხოლო უკანონო აქტივების ძირითადი ნაწილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იქნა დაყადაღებული. ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ფიზიკურ პირებთან მიმართებით 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებით ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მათ მიმართ გამოცხადდება ძებნა. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული დაახლოებით 14 მილიონი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტის
და 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბათუმში აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინეს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს უწყების ცნობით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლის სამართლებრივის დევნაა დაწყებული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს სამართალდამცველებმა თბილისში ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ალფა, პვპ და მეტადონი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გორში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულება გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიდან ჩამოჭრეს და ფარულად დაეუფლნენ 300 მეტრამდე სპილენძის სადენს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც ნაქურდალ სადენებს ავტომობილში თვირთავდნენ. სამართალდამცველებმა საქართველოს რკინიგზის კუთვნილი სპილენძის სადენები ნივთმტკიცება დამოიღეს, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.